ეხლა ებრაელების წევლა ყველას გაგიგიათ სრულებების ეპოქაში გეცხოვროსო. მაგრამ გეოპოლიტიკოსების დასკვნაც ყველამ ვიცით, რომ სრულებებს ზოგიერთისთვის მოაქვს ტრაგედია და ზოგიერთისთვის დიდი მოგება. ეს არის ესეთი 50-50-ზე. ამიტომ ჩვენზეა დამოკიდებული აი ამ გეოპოლიტიკურ დუღილში რა დივიდენდებს მივიღებთ და ასევე დამოკიდებულია ჩვენს ბრძოლაზე, რომ არ დავკარგოთ ის, რაც მოპოვებული გვაქვს. შესაბამისად ირანის პროცესებიც ამ ფორმატში ჯდება, აქაც ორმაგი დატვირთვა აქვს მოვლენათა განვითარებას. პირველი, რა თქმა უნდა, ყველას გვაწყობს ადამიანურად ირანელი ხალხის განთავისუფლება ამ მოლების დიქტატურისგან, რაუბედურება. აქაც აიათოლების მმართველობა რა გონიათ? აქაც გამოდის ის დღეს დამშვიდდა ის მხედრიონელი გაბურძგნული მეუფეროა ის იაკობი. თორემ მანამდე სულ ავტომატურად გვემუქრებოდა. დღეს დამშვიდდა და შერიგებისკენ მოგვიწოდა, იმიტომ რომ მისი დამფინანსებელი ღარიბა დაიჭირეს. და ძალიან ეწყინა და ეთკინა. აი სხვები რო დაიჭირეს, მაშინ რო ამოეღო მეუფეს და საპატრიარქოს და სინოდს ხმა, აღარ დაიჭერდნენ აღარც მათ პროტეჟებს და მათ სპონსორებს. აი ეგ არის. აქაც ეს არის. აიათოლების და რელიგიური მმართველობა საშინელებაა, ხალხო. ეს დაამტკიცა ევროპის ინკვიზიციამ შუა საუკუნეებში. ეს დაამტკიცა კვიპროსის პრეზიდენტმა 70-იან წლებში არქიეპისკოპოსმა მაკარიოსმა, რომელმაც დაშალა ეგ ქვეყანა ორ ნაწილად და დღემდე გაყოფილია შუაზე თურქეთის გავლენის სფეროშია ის შრილო კვიპროსი. ამიტომ რა თქმა უნდა ირანელი ხალხის განთავისუფლება უძველესი სპარსული ცივილიზაციის მემკვიდრეობის ყველა ინტერესია, მაგრამ აქაც ჩვენთვის მეორე ამბავი აქვს. მეორე მხარე აქვს ამას. ეს მთელი ტვირთები, რომელიც დღეს ვერ გადის ირანზე სანქციების გამო, გადაინაცვლებს ირანის გავლით, როგორც კი დემოკრატიული რეჟიმი დამყარდება ინდოეთის ოკეანისკენ. ვის დააკლდება? დაგვალდება ჩვენ. რით შევივსოთ? უნდა შევივსოთ სწორი სტრატეგიით, რომ ეს ტვირთები იგივე ზანგეზურზე რო არის გათვლილი და იძულებული რო გახდა დასავლეთი ევროპა და ამერიკა, რომ ალტერნატიული გზა ეძება, ვინაიდან დაინახა, რომ აქ პატარა პუტინის მონაზის და ეწევა ყველაფრის დისკრედიტაციას, რაც უკავშირდება მათ შორის დასავლეთთან სტრატეგიული მოკავშირეობის პრინციპებს და მონახეს ალტერნატიული ვარიანტი ზანგეზური, რომელიც საბედნიეროდ ჯერ შესული არ არის მოქმედებაში და არ რჩევა მერთმაქნას ეს ორი ქვეყანა დამეგობრდეს და ამ გზით ისარგებლონ, მაგრამ საერთაშორისო ტვირთების გამტარი მთავარი არის საქართველო და უნდა დარჩეს ჩვენი ქვეყანა ღერძად ამ ყველაფერს. ანუ აი ესაც გასათვლელი გვაქვს, რომ იქ რო შეიცვლება ეს გეოპოლიტიკური რეალობა, ჩვენ რა დანაკლისს მივიღებთ და საიდან უნდა შევავსოს ეს დანაკლისი. მე როგორი აქტუალური გახდება ჩრდილოეთ სამხრეთის კორიდორი, რომლის გაყვანასაც დღეს აპირებენ აზერბაიჯანზე ან შუა აზიის უდაბნოზე. აი აქაც საჭიროა აქტიურობა და ამაშიც ევროპა და ამერიკა უნდა დაგვეხმაროს. ეხლა მოკავშირის გარეშე ხო ხედავთ რა სიტუაცია? ჩავიყლაპები და ივანი